თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბი, მე გახლავართ ამ კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მე და ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი, რომელსაც ჩემთან ერთად გვიყავს ეს გადაცემა, რომელიც აუცილებლად ჩაგვერთვება დღესაც თავისი ჩვეული მანერით და რამოდენიმე გვარის ისტორიას გაგვაცნობს. სამწუხაროდ მე ამ გადაცემაში ბევრ გვარზე ვერ ვყვები, იმიტომ რომ უფრო სხვა თემებით ვარ დაკავებული, რამოდენიმე გვარს, ორ გვარს დღესაც გაგაცნობთ, მაგრამ ძირითადად მაინც სხვა რაღაც საკითხების განხილვით ვარ დაკავებული, სამაგეროდ ჩემი TikTok-ი, ჩემს გვერდზე, ვისაც გსურთ, გააქვთ სურვილი, რომ ესე იგი შეხვიდეთ და ნახოთ ჩემი TikTok-ის გვერდი, იქ არის ძალიან ბევრ გვარს, ესე იგი რაღაც დაახლოებით 8-10 გვარს ვიხილავ თითქმის კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ. საკმაოდ დიდი ნახვებიც მაქვს, რაღაც 800,000 ნახვაზე ავიდა უკვე და ძალიან ბევრი მომდის წერილებიც მომდის, ძალიან ბევრი. ეს არის ძალიან კარგი, ხა რა არის, მე ჩემი დაინტერესება გვარების ისტორიით უკვე ბავშვობაში ჩაეყარა ამას უყოლაფის საფუძველი, მე საერთოდ სხვა პროფესიის ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიისკენ გარდა იმისა, რომ ესე იგი კვების მრეწველობაში 8 გამოგონების ავტორი ვარ, 8 გამოგონების ავტორი. რომელიც დაპატენტებულია და ნუ პატენტის ანუ ესე იგი გამოგონების ის რა ავტორი ვარ ჩემს პროფესიაში. გარდა ამისა უკვე 82 წლიდან, ანუ 53 წელია გვარების ისტორიულ თვარ დაკავებული და რამოდენიმე 3 წიგნის, ახლა მე 4 წიგნი გამოდის უკვე, ფაქტურად 4 წიგნის საკმაოდ სქელტანიანი წიგნებია 4-ვე. წიგნის ავტორი ვარ, რა თქმა უნდა, გვარებზე. წინა 2 წიგნი, ესე იგი თავადაზნაურთა გვარებს შეეხებოდა და თავადაზნაურობის, ესე იგი შესწავლით ვიყავი დაკავებული და დღესაც ვარ დაკავებული. მაგრამ ამას გარდა ვითვალისწინებ ძალიან ბევრი ადამიანის ქართველის ესე იგი თხოვნას და დავიწყეთ ამ გვარების ინტენსიურად არა მარტო ესე იგი თავადაზნაურული გვარების, არამედ სხვა გვარების შესწავლაც. აქედან გამომდინარე, ესე იგი ძალიან ბევრ გვარს 4000 დაახლოებით 4000 გვარის ისტორიის მოძიება შეგვიძლია აი ამ წუთას, იმიტომ რომ მასალები გვაქვს რაღაც დაახლოებით 4000 გვარზე გვაქვს მასალები. აქედან ძალიან ბევრი გვარის ისტორია უკვე შევქმნით და ძალიან ბევრი გვარის ისტორიას ვქმნით ყოველდღიურად, ამით ვარ დაკავებული და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. ეს რას ნიშნავს, ახლა რო გითხრათ რატო ინტერესი ძალიან დიდია თქვენგან მოდის ძალიან დიდი ინტერესი, ახლა მე რატომღაც YouTube-ზე მოიკლო ჩვენმა ნახვებმა, მაგრამ სამაგრო ძალიან გაიზარდა TikTok-ზე. ალბათ ეს იქიდანაა გამომდინარე, რომ მოკლე ისინია ფირებია მან და უფრო ადვილად მოსასმენია ვიღაცეებისთვის. ყველა თითოეულ გვარის წარმომადგენელს, თითოეულ გვარის ესე იგი თითოეულ პიროვნებას ყველას უნდა აინტერესებს თავისი გვარის ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე, ქართველების არსებობის მანძილზე სულ არც თუ ისე ესეთი ერი ვარ ჩვენ, ესე იგი სულ ვომობდით, სულ რომ არა ჩვენი შემართება და ჩვენი სიყვარული, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის სიყვარული
და რო არა ის ვაჟკაცობა და ის გმერული პათოსი რაც მასში ჰქონდა და რაც ყოველთვის ჰქონდა გვახასიათებდა ქართველებს დღეს ქართველების ხსენება არ ექნებოდა დედამიწის ზურგზე. ამიტომ ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი და გვარის წარმომადგენელი ინტერესდება რით იცით რომ აი შეიძლება თავისი წინაპარი ამდენ ომებში, ამდენ სასახელო ომებში შეიძლება რაღაცა ნახოს და მიაკვლიოს თავის წინაპარს მიაკვლიოს და ამით მერე იქნება ძალიან ბევრი სატრაბახო და საამაყო იქნება და მართლა საამაყო ეს თითოეული ადამიანისთვის და ამიტომ ესე იგი ამითია მნიშვნელოვანი გვარების შესწავლა და ამითი განა რას გვაძლევს ახლა არაფერს არ გვაძლევს იმისა რომ ესე იგი ჩვენც ასე ვიქნებით რა ჩვენი შთამომავლობა ისე მოგვიხსენიებს ჩვენ როგორც ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს ეს არის ძალიან კარგი და ასეც უნდა იყოს გვარების შესწავლა დავიწყე ფაქტურად ჩემპიონატ და ჩემი გვარიდან დავიწყე პირველად ჩემი გვარი დავინტერესდი ალბათ ვიქნებოდი 14-15 წლის როცა ჩემმა წინაპრებმა მომიყვნენ ლეგენდა მომიყვეს ჩემს გვარზე რომელიც შემდეგ ესე იგი იმდენად დავინტერესდი რომ სკოლა რო დავამთავრე 18 წელსაკში უკვე დავიწყე ინტენსიური ძიება დავიწყე ამ ყველაფრის მოძიება და 1982 წელს ამ ძიებებში ესე იგი რომ ნახე ჩემი ესე იგი შეგროვებული მასალები თურმე ესე იგი იმაზე მეტი მაქვს ვიდრე უნდა მქონოდა ჩემი გვარის შესწავლიდან შესწავლა მოიტანა ესო ძალიან ბევრი გვარის ისტორია თურმე მქონია უკვე მე ამ ყველაფრის დავინტერესდა დავიწყე ნელა ამ ყველაფრის ესე იგი შეგროვება და 2006-ში უკვე ნახე რომ ძალიან ბევრი მასალა მქონდა უკვე დაგროვებული და გამოვეცი პირველი წიგნი საქართველოს თავადაზნაურთა გვარები სადაც 800 გვარი იყო განხილული შემდეგ გაათქმა უნდა გავაგრძელე ეს ყველაფერი და შემდეგი წიგნი გამოვიშვი 2017-ში და მე წავიდა მოკლედ თავი მაინც ჩემი გვარი იყო და ჩემი გვარიდან დაწყებული ეს ყველაფერი და ისეთ რაღაცებს წავაწყდი ჩემს გვარში საინტერესო ის იყო რომ მე-18 საუკუნემდე ჩემს გვარზე საერთოდ ხსენება არ არის სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში საერთოდ არსად ვერ მოვაკვლიე ვერცეთ სამუც ვერ მოვაკვლიე რომ ესე იგი ბერაიების ხსენება ყოფილიყოს არსად არ არის ამან ცოტა არ იყოს ჩამაფიქრა და ვერა ესე იგი ჩემი წინაპრებისგან გადმოცემული რაღაც ლეგენდები დაუკავშირე ბერაიების, სხვა შტოების გვარშემოჩენილ ლეგენდებს და ერთ რაღაცას საერთო აღმოაჩინე ის რომ ყველა ხაზი ბერაიების ყველა ხაზი ამბობს იმას რომ საღასთან ვართ მოსულები ზოგი ამბობს ზოგი გადმოცემი დაუშვათ ამბობენ რომ ესე იგი ჩვენი წინაპრები მოსულები არიანო მე-17 საუკუნეში იტალიიდანო მისიონერებს შემოყვათ და ერთ-ერთი ბერი დარჩა სამეგრელოშიო ზოგი ამბობს ეთიოპიიდანვე მოსულებიო ჩემი წინაპრები ამბობდნენ რომ ესე იგი მე პირადად მე ლევან ბერაია ყოფილვარ მე-11 შთამომავალი იმ ადამიანის ვინც საქართველოში ანუ სამეგრელოში გადმოვიდა და რომელსაც თასკოჩი დაარქვეს სახელი და თასკოჩი ბერაიას მე-11 შთამომავალი ყოფილვარ მე ჩემი წინაპრებიდან გადმოცემით რაც ვიცი და ეს თასკოჩი ბერაია ნამდვილი სახელი მე როგორც გავარკვიეთ ძალიან ემთხოვა ეს ყველაფერი ჯათან ბერაის ემთხოვა ყველაფერი ჯათან ბერაი ამ ჯათან ბერაის არსებობაც კი არ ვიცოდით და მე მყავს მეგობარი რა ჩემთან ერთად ჩემი თანაწამყვანი და ჩემი ესე იგი პარტნიორი ვალერი ხიმშიაშვილი ერთად დავინტერესდით ამ ყველაფერს და იყო ესეთი კაი პიროვნება კოზელიძე არაჩვეულებრივი მეცნიერი რომელიც სამწუხაროდ მივიწყებული იყო ყველასგან მაგრამ იყო ძალიან დიდი მეცნიერი იყო რომელთანაც ესე იგი ჰქონდა საუბარი და მათ პირდაპირ მიგვითითა ფონდი მიგვითითა და მიგვითითა სადმო გვეძება ბერაიებზე მივედით ესე იგი ხელაწეთა ის და ზუსტად ესე იგი რაც გვითხრა ამ წამი რამხელა ცოდნის პატრონი იყო რომ ეს ყველა იცოდა და პირდაპირ გვითხრა სადმო გვეძება და აღმოაჩინეთ ეგეთი საბუთი ჯათან ბერაი ეგეთი პიროვნება რომელიც
ესე იგი ტაოკლაჯეთში, შავშეთში, რაღაც ზემო აჭარაში ცხოვრები წერს გრიგოლ კათალიკოს წერს 1707 წლის ამუთია მეო აფხელა კაციო ესე იგი შემაწუხაო თათრება შემაწუხაო და აღარ დამედგომებაო ვაკაო და ავიყარეო ჩემი მითიო და წამოვედიო შენთან მოვედიო და შემიწყალიო და შემიფარეო და გრიგოლ კათალიკოსმა ესე იგი უბოძა მამული უბოძა სასახლის ადგილიო ასე წერია სამუჩი და სამი კობლი ყმა მისცა აქედან იწყება ბერაიების ესე იგი გამოჩენა საერთოდ უდიშის სამთავროში ამასთან ერთად ხუთი კობლი ბერაია წამოვიდა კიდე ამას ბერაი უпростоრად ბერაის და მთელი მე-18 საუკუნის ბოლომდე ეს გვარი სამეგრელოში როგორც ბერაი აი თომა ხუცეს იყო თემო თომა ბეჟიტა ბერაი ესე ბერაითი იწოდებოდა და არა ბერაიათი აი მე-19 საუკუნიდან უკვე დაემატა ამას და ბერაიათი უკვე მე-19 საუკუნიდან იხსენიებიან თორე მე-19 საუკუნები ანუ 1707 წლიდან ესე იგი მთელი მე-18 საუკუნე ეს გვარი იწოდება როგორც ბერაი ამან ესე იგი რაღაც მიმიყვანა რაღაც უпростоად მე და ვალერი დიდი ხანი ვეწინააღმდეგებოდი და რაღაცა არ ვჯეროდა ამისი რასაც ახლა მეგეტყვი თქვენ ესე იგი იოანე ბერაი იყო ასეთი პიროვნება მე-10 საუკუნის 973 წელს დაწერა ესე იგი პარხალს შაპრედში დაწერა შაპრედის კრებული და პარხალს შესწირა პარხლის მონასტერს შესწირა ესა და თან დაწერა კიდე სამხონავო იადეგარი რომელიც თავის ძმასთან დავითთან და ბიძასთან დედის ძმასთან მიქაელ მოდრეკილთან ერთად ან მიქაელ მოდრეკილის დიშვილი იყო და ეს როგორც მე შემდეგ ვნახეთ და გავარკვიეთ დედა ყავდა ესე იგი მარიამ ბაგრატიონი ადარნას კურაპალატის შვილი ეხლა ეს ცოტა ისეთი განცხადება ეს არის ცოტა ზღაპრის და მითოლოგიური ის არის რა ქვია მაგრამ მაინც ფაქტი ის არის რომ აი იმ ჯათან ბერაიმდე ჩვენ იმაში არეალში სადაც ესე იგი შაპრედი და პარხალი და ის იყო რა ქვია მაგას ზემო აჭარა და დაუშვათ შავშეთი ბერაი ესე მე-16 საუკუნეში მე-15 საუკუნეში აჩავყევი და მე-14 საუკუნეში ბერაი გვარი იქ ცხოვრობდა ანუ ესე იგი სავსების შესაძლებელია რომ ესე იგი აი დავუშვათ იონე ბერაის შთამომავლები ყოფილიყვნენ ის ბერაიები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ იქა და შემდეგ ჯათანის სახით გადმოვიდნენ ესე იგი იმაში მე გავიკითხეთ იმაში და დღეს ზემო აჭარაში ძველებს კიდე ახსოვთ რომ ეს ასეთი გვარი ცხოვრობდა იმაში და რომ გადავიდნენ იმაში რა ქვია მუხაჯირობის დროს ბეროღლები დღეს ბეროღლებად არიანო ესე იგი თურქეთში ცხოვრობენ ბეროღლის გვარითო აი აქედან დაიწყო ფაქტიურად ის ხო შემდეგ ესე იგი აი 5-6 ოჯახიდან 2 ოჯახმა დაამტკიცა თავისი აზნაურობა რა თქმა ჯათან ბერაიმ და კიდე ესე იგი მითი რა ქვია მაგას თომა ბერაის ოჯახმა თომა ბერაი და ის სამნი იყვნენ ძმები იყვნენ რა ხო და დანაჩენება ესე იგი დანაჩენა ბერაებმა დაარჩენ 4 ოჯახმა ვერ დაიმტკიცა აზნაურობა და გლეხება დაჩნენ აი ეს შემდეგ ესე იგი სხვა გზზე გადანაწილდნენ მაგრამ ძირითადად ამათი საცხოვრებელი ადგილი მაინც იყო ესე იგი ხორგა და იყო მოგვიანებით თეკლაში შემდეგ არიან ჩასახლებულები ჯერ გულეისკარში ცხოვრობდნენ გულეიკარიდან გადმოვიდნენ ესე იგი იმაში თეკლაში ეს გულეიკარელი მაინც ყველას ერთი წინაპარი ყავდა ანუ ესე იგი ეს 5 ბერაია რომლებიც იყვნენ წამოსულები იქიდან აი 5 ბერაის განაყოფები არიან ესენი სუყველანი ანუ ყველას მაინც ერთი საერთო წინაპარი ეყოლებოდა ალბათ იქ უფრო ძველი ძალიან სიღრმეში არ ჩავსულვართ ჯერ მაგრამ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას
მე ახლა მინდა აი იმაზე ჩემი წინაპრებზე უშუალოდ ჩემი წინაპრებზე გითხრათ, ესე იგი 1858 წლის ერთ-ერთი საბუთით, ესე იგი მეტრიკული ჩანაწერით იქ აღმოაჩინეთ, ესე იგი ბერაია, უკვე ბერაია გულესკაში, რომელიც აზნაურად ჩანს და რომელიც გადმოვიდა თეკლაში გადმოვიდა იქ გულვანი და თასკოჩი იყო უშუალოდ ჩემი წინაპარი იყო. შემდეგ ესე იგი ეს გვარი რუსეთის მმართველობა რო უკვე დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანი ეკატერინე ჭავჭავაძე მართავდა იმას აქვია სამეგრელოს და შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ როცა ესე იგი რუსული მმართველობა შემოვიდა თავადაზნაურობას მოთხოვეს წარედგინათ საბუთები თავიანთი თავადაზნაურული წოდებების დამამტკიცებელი საბუთები და როგორც ჩანს ბერაიებმა კი იყვნენ იქ მოხსენებულები მათ აქვია აზნაურებად, მაგრამ ვერ წარადგინეს ესა და ესე იგი დროებით ვალდებულ გლეხებად ჩაწერეს. ეს მიმდინარეობდა 1870-იან წლებამდე, 1870-იან წლებიდან ეს ბერაიები ისევ ჩანან, ისევ აზნაურებად ჩანან, ანუ ესე იგი თეკლათელი ბერაიები, უკვე თეკლათელი ბერაიები და ხობელი ხორგელი შუა ხორგელი ბერაიები ეს ორი შტო ბერაიების უკვე აზნაურებად ჩანან ისევე. ესე იგი ჩვენი შტოდან ესე იგი ძალიან დაწინაურდნენ ასე თქვათ, ესე იგი ის კოცია ბერაია, დიონუსი ბერაია, ანუ ჩემი უშუალო წინაპრები იქით ამ მხრიდან კიდე იყო ესეთი ტოტია ბერაია იყო, რომელიც 1852 წლის ერთ-ერთ საბუთში, ესაია ბერაია კიდე, რომელიც 1862 წლის საბუთში აზნაურებად არის მოხსენებული და შემდეგ ესე იგი ისევ მე-19 საუკუნის ბოლოდან ისევ აზნაურებად ჩანან ესენი. ყავდა ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც აი სასახელო პიროვნებებიც ყავდა ესე იგი პირველ მსოფლიო ომში 4 ბერაია ყავდა, რომელიც ჯვარის წმინდა გიორგის ჯვარის ის იყო რა ქვია, მაგას კავალერი იყო, ერთი ოჯახიდან იყო სხვა შორის 3-ს ჰქონდა ესეთი ერთი ოჯახიდან. ესენი გლეხი ბერაები იყვნენ, მაგრამ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ვოთ სამი იყვნენ ძმები წავიდნენ, ესე იგი პირველ მსოფლიოში და სამივე ჩამოვიდა იქიდან, კედამშვენებული ზოგს მეორე ხარისხის ჯვარი ჰქონდა, ზოგს მესამე ხარისხის, ზოგს მეოთხე ხარისხის ჯვარი ჰქონდა. ისიდორე ბერაია იყო ასეთი პიროვნება, რომელმაც სკოლის დაფუძნებაში ძალიან დიდი ამაგი გაიღო და ესე იგი კიდეც დაჯილდოვდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით და დაჯილდოვდა. იყო თევდორე ბერაია და ნიკოლოზ ბერაია, რომელიც ესე იგი იმასთან აქვია ლიფონავებთან ერთად ესე იგი აწარმოებდნენ დაფნის დიდი მწარმოებლები იყვნენ საქართველოში და შემდეგ ეს დაფნა გაქონდათ საზღვარგარეთ გაქონდათ. იყო ესეთი საბა ბერაია, რომელიც ღვინის დიდი მწარმოებელი იყო და ამასაც გაქონდა აზნაურები სხვა შორის ორივე შტო ესენი. 19 საუკუნის დასასრულს და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩემს უშუალო წინაპარს, ანუ ბაბუაჩემის ბიძაშვილი ვარლა ბერაია პირდაპირ 1905 წლის რევოლუციას შეეწირა, ასე ვთქვათ, დახვრიტეს და სახლი გადაუწვეს კოცია ბერაიას, ეს კოცია ბერაიას შვილი იყო. დღესაც, რა ვიცი, აბა დღეს ძალიან ბევრი ბერაია, ბევრი ვართ ისე პრინციპში რო ვთქვათ, მაგრამ არც ცოტაც არა ვართ რა, ანუ ესე იგი მთელ საქართველოში მე მიმოიფანტნენ ესენი, აი რაღაც საინტერესო რაღაც ფაქტებს წავაწყდით. ნიგოითის მამასახლისი 10 წლის განმავლობაში იყო გახუბერაია, აზნაური გახუბერაია, ასე წერია პირდაპირ. ბენედიქტე ბერაია, ესე იგი ნათლია იყო იმისი, რა ვქვია, ნესტორ ერისთავის ნათლია იყო. მივაკლეთ ხაშუშიც იყო, ესე იგი ოქროპիր ბერაია, აზნაური ოქროპիր ბერაია. მოკლედ მივაკლეთ იმას, ესე იგი იმაში, რა ვქვია, ანაკლიაში
საკუთარი გემი ქონია, შპიკერი იყო ერთ-ერთი ბერაია, რომელსაც ესე იგი თავისი გემი ყავდა და რა ვიცი, აბა ეს არის ისა, რაც უნდა მეთქვა ალბათ, იმიტომ რომ ჩემ გვარზე ხომ და ვილაპარაკო, როცა იქნება. ეხლა ჩართვა გვექნება ვალერის, რომელიც განიხილავს რამოდენიმე გვარს და შემდეგ ისევ გავაგზავნებთ რაცხებულ რაღაც საუბრებს. თხოვთ ვალერი, გისმენთ. გამარჯობათ, პატივცემულო ჩვენო ერთგულო მსმენელო. დღეს გავაგზავნებთ ბატონ ლევან ბელაესთან ერთად გვარებზე საუბარს. ერთი მინდა ვთქვა, მე ვნახე TikTok-ში ბატონ ლევანის გადაცემაში და გამოხმაურება იყო კატასტროფულად დიდი. მარტო 4 გადაცემაში ვნახე და ამოვიწერე ზუსტად 274 პიროვნება, რომელსაც გვარის წარმომადგენელი აინტერესებდა გვარის ისტორიები. კი, რა თქმა უნდა, ბატონი ლევანი მოგაწვდით თლიანად ამ ისტორიებს, ასევე მეც უკვე ვეცდები ბატონ ლევანის დავეხმარო ამ საკითხში და ერთად განვიხილოთ ეს გვარები. ახლა რაც შეეხება ჩვენ გადაცემას, აქ მინდა ერთი საინტერესო ვთქვა, აი მაგალითად ბევრია რომელიც წერს მაგალითად რომ მაგალითად ავიღოთ გვარი თათარაშვილი, ამაზე ვისაუბრებ აუცილებლად, წერე რომ ჩვენ თათრები ვართ თუ ქართველები, იგივე ბედოშვილი. მე მინდა ვთქვა რომ თვითონ გვარის ფუძეს რო დაუფიქსდეთ, არ არიან თათარა არ ნიშნავს როგორც ფრანგიშვილი, რუსიშვილი და ასე შემდეგ. მე ამაზე ვილაპარაკებ ცოტა მოგვიანებით, რას ნიშნავს თათარი და ასევე მინდა რომ ბევრი წერს რომ აი სომეხია, ეს თათარია და თხოვნა იქნება ასე ლევანიც გეტყუდათ რომ ეგრე ხელაღებით არის აუქნა ჩვენ რომ ვიღაცას მივაძახოთ, შენ თათარო, შენ ბერძენო, შენ სომეხო, შენ რუსო. ეს მექნება თქვენთან ეგეთი თხოვნა და ამის მაგივრად ვიცი რომ ყველას გაინტერესებთ თავის გვარის წარმომავლობა და ვინც კი აყენებთ თქვენ ქართველობას, მინდა მოგმართოთ რომ ჩვენ რომ მოგმართეთ, ჩვენ გამოვიკვლევთ და მოგაწვდით სრულიად თქვენ გვარის ისტორიას. ასევე მინდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესოა რომ გაიკეთოთ გენეტიკური კოდი. აქ თლიანად გამორიცხავს აბსოლუტურად თელ კითხვებს უპასუხებს ეს გენეტიკური კვლევა. და თქვენ შეგიძლია მოგმართოთ ამ გენეტიკური კვლევის ცენტრს და გაიკეთოთ გენეტიკური, ეგრეთ ვთქვათ, ჰაპლოჯგუფური კვლევა. ეს იყო ჩემი ძირითადი სათქმელი. მოდი ახლა განვიხილოთ გვარი. მოდი საინტერესო გვარი არის კახური გვარი. ეგეთი პაპოშვილი. პაპოშვილი ძირითადად კახურია და ქართული გვარია. ისტორიულად და გენეალოგიური წყაროების მიხედვით პაპოშვილი მჭიდრად არიან დაკავშირებული კახეთის რეგიონთან. წარმომავლობაც კახურია და ქართული წარმოშობისა, რა თქმა უნდა, გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ან მეტსახელი პაპო, რომელიც წარმოიშობა პაპას კნენობითი ან საალერსო ფორმიდან. რაც ნიშნავს პაპუას ან წინაპარს ანევო სასილვარო პირის ძველ ქართულში, ან უკავშირდება სახელებს პაპუა, პაპია და ასე შემდეგ. ხოლო შვილი არის აღმოსავლეთ საქართველოს ქართლის კახეთში დამახასიათებელი დაბოლოება. რაც ნიშნავს შვილს, მაგრამ ჩვენ რო გადავხედოთ სამეგრელოშიც, ამით არ განსაზღვროთ. გადავხედოთ სამეგრელოშიც, რაჭაშიც, ბევრი გვარი ფიქსირდება შვილის სახელით.
ისტორიულ წყაროებში გვარი პაპოშვილი ფიქსირდება მე-17-18 საუკუნეებში. არ დაგვავიწყდეს, რომ ბახტრიონის ბრძოლის დროს პაპოშვილები მონაწილეობდნენ ბახტრიონის ბრძოლაში და ბაგრატიონთა ტახტის დამცველები იყვნენ. ამ გვარიდან მოდის ფუძიდან მოდის გვარი პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპიშვილი და ასე შემდეგ. Ну, ეხლა ცოტათი ვიღებავ, იმიტომ რომ ამდე ხანი პერერივის მერე ვსაუბრობ თქვენთან, რა თქმა უნდა, მაპატიებთ მაგას. კი ბატონო, როგორც თქვი, პაპუშვილები იყვნენ კახეთში ცხოვრები, იყვნენ ასევე გლეხთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, ძირითადად ცხოვრობდნენ და ეხლა ცხოვრობდნენ გურჯაანში, ველისიხაში, ვაჩნაძიანში, ჩუმლახში, შაშიანში, კალაურში, თელავში, აკურთაში, ქვემო ხოდაშვენში, გავაში, მე-19 საუკუნის ბოლოსთვის უკვე მაგვარის წარმომადგენლები, როგორც ასევე სხვა გვარის წარმომადგენლები და ეხლა მით უმეტეს მოხდა თბილისში გადმოსვლა რამდენიმე ოჯახის და ასე ვთქვათ გათბილისელდა. ეს რა თქმა უნდა ეგრე ხუმრობით. მე მინდა მოგაწოდოთ, რომ პაპუაშვილების გვარიდან პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა, მსოფლიო ომში მონაწილეობდა 3 ადამიანი, დაიღუპა 2 ადამიანი, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 113 ადამიანი, 55 ადამიანი დაიღუპა. კი, ამ გვარიდანაც, როგორც სხვა გვარიდანაც ყავდათ რეპრესირებული, ორი პიროვნება ყავდათ რეპრესირებული, ამ გვარის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი პიროვნებები პაპუაშვილის გვარიდან, როგორც სხვა გვარებს ყავდათ, რა თქმა უნდა, მაგალითად გია პაპუაშვილი ყავდა ჟურნალისტი, ნოდარ პაპუაშვილი კარდიოლოგი და ასე შემდეგ. ამჟამად პაპოშვილების გვარის წარმომადგენლები საქართველოში ცხოვრობს 552 ადამიანი. ღმერთ ვამრავლე ეს გვარი და რავი, ყველაფერი კარგს ვუსურვებ. ძალიან საინტერესო და კარგი გვარია, როგორც ადრე ვთქვით, საქართველოში არ არის უბრალო გვარი, ყველა გვარი არის ისტორიული. ზოგი მაგალითად თოხით შექონა თავისი წვრილი მიწასთან დამუშავების, ზოგი ხმლით, ზოგი კალმით და რა ვიცი, ყველას თავისი წვრილი ქონდა. მოდი მე ამოვიკითხე ერთ-ერთი გვარი ბაბუნაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. ესე იგი, ეპონიმური გვარსახელია და გვარის ფუძედ მომდინარეობს საკუთარი სახელი ან მეტსახელი ბაბუნა, რომელიც თავის მხრივ შეიძლება უკავშირდებოდეს სიტყვა ბაბუას, ან იყოს შინაური მოფერებითი სახელი. ეს იგივე ვარიანტია, როგორც წეღანა ვთქვით, პაპოშვილი, ოღონდ ეს პაპადან მოდის და ეს დასავლეთ საქართველოში იყო წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ იმერეთი. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. პირველად ისტორიულ წყაროებში ბაბუნაშვილი იხსენიება 1697 წელს, მაგალითად ბაბუნაშვილი ნასხი და ქვიტირში მცხოვრები, რომელსაც ემართა ქუთაისის საღვთის ბეგარა. იქ საუბარია ერთ ურემ ხომზე, ერთ გუდა ღვინოზე, ყველზე და ასე შემდეგ. ბაბუნაშვილების გვარიდან პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი, პირველი ისა 50 ადამიანი და აქედან დაიღუპა 38 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 373 ადამიანი და 52 ადამიანი დაიღუპა.
ბაბუნაშვილებს რეპრესირებული ყავდათ ორი პიროვნება. წერა-კითხვის შთაშორის გამავრცელებული საზოგადოების წევრი ყავდათ ორი პიროვნება. ღვთისმსახური ყავდათ 4 ბაბუნაშვილებს. ამჟამად ბაბუნაშვილები ბევრი პიროვნება ყავდათ, რა თქმა უნდა, ბაბუნაშვილებს. აკადემიკოსი ყავდა, მაგალითად, გიორგი ბაბუნაშვილი, ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, საქართველოს მეცნიერების აკადემიის წევრი, ქართველი მწერალი და დრამატურგი, პუბლიცისტი ალექსანდრე ბაბუნაშვილი. დავით ბაბუნაშვილი კიდევ ვიცით 1980-იან წლებში საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ფეხბურთელი იყო. ამჟამად ბაბუნაშვილები ცხოვრობენ დილეკაურში, ქვიტირში, ქუთაისში, წყალტუბოში, ასევე რა თქმა უნდა, როგორც ყველა თბილისში და საკმაოდ ბევრნი არიან. 1835 ადამიანი ცხოვრობს ამ წუთას საქართველოში ბაბუნაშვილის გვარის წარმომადგენელი. ღმერთმა ამრავლოთ ისინი, რა თქმა უნდა. მოდი შემდეგი გვარი ჩვენ გავიხილოთ, გვარი აგლაძე. გვარი არის რაჭული წარმოშობის, რა თქმა უნდა. იყვნენ საეკლესიო და საბატონო გლეხები. აგლაძე ისტორიულ წყაროებიდან ისტორიულ წყაროებში იხსენიება 1692 წელს, მაგალითად აგლაძე დათუა, იგივე ცოლშვილითა და მამულით სააღაპეთ შესწირო ქარიხოსრო იაშვილმა თავის ექტერში. ბაბუნაშვილის გვარს ფუძე თუდევს, შესაძლოა ისა ბოდიშით მაპატიეთ აგლაძეს გვარს ფუძე თუდევს აგლა. რადგან ქართულში ნიშნავს აგურს ან რაიმე კერამიკულ ნაკეთობას. თუმცა ეს უფრო სავარაუდოა, რომ ის რეგიონისათვის დამახასიათებელ მეტსახელს ეფუძნება. ისტორიულ წყაროებში ვნახეთ, პირველ მსოფლიო ომში ბაბუნაშვილების გვარიდან მონაწილეობდა 4 პიროვნება, ერთი დაიღუპა. ბოდიშით ბაბუნაშვილზე გადავედი, აგლაძის გვარის წარმომადგენელი, ბოდიშით აგლაძეებთან. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 73 ადამიანი, 21 ადამიანი დაიღუპა. რეპრესირებული ყავდათ აგლაძეებს ორი პიროვნება, ერთი ღვთისმსახური ყავდათ მაგათ და ამჟამად აგლაძეების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 424 ადამიანი. 424 ადამიანი. მოდით განვიხილოთ, ბატონო ჩემო, ეხლა გვარი ერქვანია. გვარი ერქვანია ქართული წარმოშობის გვარია და გვარს ფუძე თუდევს სიტყვა ერქვანი. ერქვანი არის მიწის დასამუშავებელი, ხისგან დამზადებული სასოფლო-სამეურნეო იარაღი. ერთგვარი ეგეთი გუთნის სახეობაა, რომელსაც საქართველოში უძველეს დროიდან იყენებდნენ და დიდი ალბათობით მათი ეს გვარი ხელობის აღმნიშვნელია. გვარის წინაპარი შეიძლება ყოფილიყო კარგი მიწის მხნელი და ასევე გუთნის იგივე ერქვანის დამამზადებელი შეიძლება ყოფილიყო. გვარის წარმოშობის ადგილი არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ სამეგრელო და მიეკუთვნებიან გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი ერქვანია იხსენიება 1793 წელს სოფელ თამაკუნში. ცხოვრები ესტატე ერქვანია თავისი ოჯახით დადიანმა შესწირა ბიჭვინთის მონასტერში. მე-19 საუკუნეში რუსეთ-სამეგრელო შეერთების დროს ერთ-ერთი აღწერაში ჩანან
ცაიში, სოფელ ცაიში მცხოვრები ერქვანიები იოსებ და გიორგი, თავისი ოჯახებით, სულ ორი ოჯახი იყო. ერქვანიები პირველ მსოფლიო ომის დროს 3 ადამიანი იყო წასული, 2 დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომის დროს წასული იყო 48 ადამიანი, საბედნიეროდ დაიღუპა 1 ადამიანი და ამჟამად ერქვანიები ცხოვრობენ მარტვილში, დიდწუნში, თამაკონში, შაჯიჯაოში, ასევე თბილისში და მათი რაოდენობა ამ პერიოდისთვის საერთო რაოდენობა შეადგენს სამწუხაროდ ძალიან მცირეს, ვერ ვიტყვით რომ ნაკლებია, მაგრამ მცირეა გვარისთვის, სულ 231 ადამიანი. წერან ვახსენე თათარა მოგწერა რამოდენიმე პიროვნებამ, რომ რატომ გვარი თათარა და ხო არ უკავშირდებაო თათარა თათარსო. მოდი ვიტყვი, რომ თათარა ერთ-ერთი ძველი სახელია, რომელიც მე-13, მე-14 და მე-15 საუკუნეში ფრიად გავრცელებული სახელი იყო, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში. გავიხსენოთ, რომ 1499 წელს თემურლენგი მე-5 რო შემოესია კახეთს, იმ დროს ჰერეთის მმართველი იყო ხიმშია აბაზაძე და მამამის ერქვა ზუსტად თათარა და მოდი გავაუწყოთ ჩვენ თათარაშვილის გვარის ისტორიაზე. გვარი თათარაშვილი, რა თქმა უნდა, ქართული წარმოშობის გვარია. გვარი ეპონიმური გვარსახელია, როგორც ვთქვით, თათარა გავრცელებული სახელი იყო და ერქვა ადამიანს ეს სახელი შეერქვა ადამიანს, რომელიც ეგეთი გადმოცემა, რომელიც თათარასავი ტკბილი ადამიანი იყო თვითონ, თბილი ხასიათისა იყო. მათი წარმოშობის ადგილი თათარაშვილების არის აღმოსავლეთ საქართველო, ქართლი. ქართლში იყვნენ როგორც შიდა, ასე ქვემო, პრაქტიკულად თითქმის ყველგან იყო. მიეკუთვნებოდნენ გლეხთა კატეგორიას. ისტორიულ წყაროებში გვარი თათარაშვილი იხსენიება, სხვათა შორის ძალიან ძველი გვარია, 1452 წელს. საბუთში ვკითხულობთ, რომ თათარაშვილი ჯუარში მცხოვრები ემართა სვეტიცხოვლის კულუხი, 20 კოკა ტკბილი და ასე შემდეგ. 1502 წელს თათარაშვილი გიორგია მოხსენიებული თავისი ძმით თევდორეთი პატარა მაღალაშვილს მიხი და მიწა. ახალ ქარაქურს ქვემოთ ეგრეა მოწებულისადმი. 1662 წელს თათარაშვილი თევდორე მოწმეა ბასილა ჭყიტიაშვილის მიერ ავთანდილ ბეგვერდიშვილისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. თათარაშვილებს ჰყავდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 11 ადამიანი. რეპრესირებული არის 6 ადამიანი, ბოლშევიკების 6 ადამიანი. ყავდათ 4 მსახური, 4 ღვთისმსახური. პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა თათარაშვილის 14 ადამიანი, აქედან 7 დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 146 ადამიანი და პარადოქსია, მხოლოდ 1 დაიღუპა. ღმერთმა გაიარო, ნაკლები დაიღუპა. ამჟამად თათარაშვილები ცხოვრობენ ზემო, შიდა და ქვემო ქართლში, თბილისში და მათი საერთო რაოდენობა ამჟამად შეადგენს 1527 წელს. საინტერესო გვარია კიდევ, მოდი ერთი ვთქვათ, სათქმელი ბევრია და მოდი ვთქვათ კიდევ ერთი გვარი თამარაშვილი.
თამარაშვილი. აქ უკვე გასაგებია, თამარაშვილი არის ქართული წარმოშობის გვარი, გვარის ფუძე მომდინარეობს ქალის საკუთარი სახელიდან თამარა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელი ჩვენ წყინვალე მეფეს და დედოფალს თამარს ერქვა. სახელი თამარი ებრაელური წარმოშობისაა და ნიშნავს ფინიკის პალმას, რაც სიმბოლოა სიცოცხლისუნარიანობის, მშვენიერების და სიმტკიცის. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ქართლი. იყვნენ სახაზინო, სათავადო და საეკლესიო გლეხები. ისტორიულ წყაროებში გვარი თამარაშვილი იხსენება პირველად 1527 წელს. ესეც საკმაოდ ძველი გვარია. მაგალითად, ბალახაურს მცხოვრები თამარაშვილი მამულებით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს. ასევე 1630 წელს თამარაშვილი ნაწრის მცხოვრები ამილახვის ყმა და საამილახვროს დავთის მიხედვით ევალებოდა ომში შვიდით ლაშქრობა. ასევე 1652 წელს თამარაშვილი გიორგი მოწამეა ბეჟიტა ბროლაძის მიერ ზამა ზუმბულაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა. ასევე თამარაშვილებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ყავდათ 4 პიროვნება, რეპრესირებული არის 1 პიროვნება, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა 3 ადამიანი, რომელთაც 2 დაიღუპა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 101 ადამიანი, დაიღუპა 78 ადამიანი. ამჟამად თამარაშვილები ცხოვრობენ ახალგორში, გორში, გრემისხევში, დიდგორი ჯვარში, ზეღდულეთში, კასპში, მახიარეთში, მოსაბრუნში, მცხეთაში, მჭადრის ჯვარში, ნატახტაში, პატარა გარევანში, ქსოვრისში, ყანჩავეთში, ძეგველში, წილკანში, თბილისში და ასე შემდეგ და მით უმეტეს ამხელა ადგილას ცხოვრობენ რაოდენობით ბევრ სოფელში, მაგრამ რაოდენობით მთლიანად შეადგენს 579 ადამიანი. დღეს ასე მოკლედ დავამთავრებთ ამ გვარების ისტორიას, შემდეგ კიდევ მოვამზადებ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით და თუ ვინც კი დაინტერესდება თავის გვარის ისტორიის შესახებ დეტალურად განხილვისა, ასევე გენეალოგიური კვლევების განხილვა თუ დასჭირდება, ქვევით მითითებულ მეილზე და ტელეფონზე შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ შესაძლებლობაში შეგიქმნით ყველა ამ დასახელებულ პუნქტებს, რაც დავასახელებ, ასევე შეგიქმნით გერბს, როგორც საგვარეულო, ესევე პირად გერბებს, უпростоრეთ ნიშანს, პირად ნიშანს. ეხლა დროებით კარგზანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე. დიახ, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ხო და მე კიდე მინდა გვარების გარდა ჩვენ ესე იგი ვაკეთებთ, ვართ დაინტერესებული გერბებით, გერალდიკითო და დღეს ძალიან ცუდი რამ ხდება იმაში. ძალიან თითქოს გერბს არ ხვევენ, მაგრამ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს გერბთან, იმიტომ რომ გერბს თავისი წესები აქვს, თავისი კანონიკა აქვს, თავისი კანონები აქვს, თავისი ჰერალდიკური რაღაც იმიდან სფრიდან არ უნდა გადახვიდე. გერბი უპირველეს ყოვლისა არის ფარია. ფარი და ფარი თუ არა ფარზე თუ არ არის გამოსახული რაღაც ნიშანი, ეს გერბად არ ითვლება საერთოდ და გერბს მოხდეს ალბათ კიდე თავისი ბლასონი და დღეს ეს არის ბლასონი იცის არავინ რა არის და გერბი საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს და აკეთებენ გერბებს და ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, სათანადო ანაზღაურებით და ეს მოგმართეთ და თუ გაინტერესებთ თქვენ გვარს
ან თქვენს ოჯახს გქონდეთ, ესე იგი, ლამაზად შესრულებული აი დავუშვათ ასეთი გერბი შეგვიძლია დაუმზადოთ, ან აგერ აი ესეთ ჩვენი შექმნილი გერბია, ასეთი შეგვიძლია დაუმზადოთ, ან შეგვიძლია აი ესეთი გავუკეთოთ, ასეთი ჩვენ რამდენიმე ძალიან ბევრი გვარს გავუკეთებთ ეს გერბი და ამიტომ შეგვიძლია თქვენ თვითონაც ესე იგი თუ გაინტერესებთ თქვენი გვარში ესე იგი გერბი აი ესეთი გერბი შეგვიძლია დაგიმზადოთ. და რა ვიცი აბა თქვენ აი ეს ძალიან ლამაზი გერბი კიდე ესეთი საკით ვამზადებთ გერბებს და შეგვიძლია ესე იგი თუ ჩვენი მისამაც ტელეფონის და ჩვენი დავუშვათ ისინი მითითებულია მეილი გავიქნება გათავსებული და შეგვიძლია დამიკავშირდეთ ან მე დამიკავშირდეთ ლევონ ბერაიას ან შეგვიძლია დავუკავშირდეთ დავით კლდიაშვილს რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ჰერალდიკოსია საქართველოში შეგვიძლია დაგემზადოთ გერბი მოკლედ ეს იყო სრული საცუნა მეთქვა და მომავალ შეხვედრამდე კარგად ზამთრობთ 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსა